OpenAI-ის დიდ ჩავარდნაზე უნდა ვისაუბროთ. Sora ის აპლიკაცია, რომელიც გასული წლის შემოდგომაზე დიდი სამბით დავაანონსეთ. ვახსენეთ თქვით, რომ ეს იქნებოდა კაცობრიობის მომავალი ვიდეო გენერირების კუთხით. Sam Altman-ის სტარტაპმა უბრალოდ დახურა. აი ესე ადგენენ და 6 თვის თავზე, თითქმის 6 თვის თავზე მიხვდნენ, რომ ფული აქედან არ კეთდებოდა. ეს ერთ საკითხია, რომ ფული აქედან არ კეთდებოდა და ეს იყო პრობლემა, ზოგადად OpenAI საერთოდ საიდან აკეთებს ფულს, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა და ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მოდი ორი ვთქვათ. ერთი იყო ის, რომ დიდად ინტერესი აღარ იყო, იმიტომ რომ ხალხმა მიიღო ის სიამოვნება, რასაც ერქვა და ის გამოცდილება, რასაც ერქვა, რომ დამეგენერირებინა რანაირი ფორმატის ვიდეოს მინდოდა ისეთი და აგერ ერთი მშვენიერი მაგალითი ჩანს ეკრანზე, რაც ძალიან რეალისტური იყო, უნდა ვაღიაროთ. და მეორე, ის რომ ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს შეექმნა დისკომფორტი, ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ჰქონდა პრეტენზია Sora-ს მიმართ, იმიტომ რომ ეს აპლიკაცია, მარტივად რომ ვთქვათ, იყენებდა ნებისმიერი ადამიანის სახეს, იქნებოდა JF Kennedy, იქნებოდა Michael Jackson-ი, არ ვიცი, გიორგი თოლორდაოს სურათები, თუ სადმე იქნებოდა, იმითაც შეეძლო, რომ აეწყო სურათები ფოტოების BMG-ის ალგორითმი იმდენად კარგად მუშაობს, რომ SEO ოპტიმიზებული ფოტოები გვაქვს და ალბათ ჩემსაც გამოიყენებდა, რომ დაგევალებინეთ. ხო, სხვათვის მე მახსოვს, რომ მაგას განვიხილავდით, რომ თუ ვინიცობა და არ იქნებოდი, Sora-ს ჩავაწერინებდით შენ ნაწილს, მაგრამ ვერ ჩამანაცვლებთ ამ ვეღარ ჩაგანაცვლებთ, იმიტომ რომ OpenAI-მ ეს პროექტი უბრალოდ დახურა, მათ შორის როგორც აღნიშნა, ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ deepfake-ები სერიოზულ გამოწვევად იქცა. ძალიან ბევრმა ცნობილმა ადამიანმა უჩივლა კომპანიას, განაცხადა, რომ ან რაღაცას მოიმოქმედებთ, ან შევხვდებით ამერიკის სასამართლოში და იქ ვერაფერს ვერ მოიგებთ, იმიტომ რომ ჩემს სახეს იყენებთ, აძლევთ ადამიანებს შეუზღუდავ წვდომას და მე ჩემი პირადი უფლებები მაქვს, ჩემი პირადი თავისუფლება მაქვს. მარტივად რომ ვთქვათ, OpenAI-ის ეს იდეა იყო ძალიან შორს იმ საჭიროებიდან და იმ რეალობიდან, რაც ახლაა, ეს იყო ძალიან ფუტურისტული შემოთავაზება მომხმარებლისთვის და ძალიან ლოგიკურად, მით უმეტეს რომ ეს ყველაფერი სრულიად უფასოდ იყო მისაღები და ხელმისაწვდომი და თან ყველგან არ იყო ხელმისაწვდომი, ესეც უნდა ვთქვათ, საქართველოში მე არავის მინახავს რომ Sora გამოეყენებინა, თუმცა უცხოეთის ბაზარზე საკმაოდ სერიოზულად იყო ის ხელმისაწვდომი და ამოვიდა მოკლედ ხალხს ხელში, როგორც ChatGPT-ის ძალიან ბევრი სხვა პროდუქტი, როცა სხვა კუთხით კონკურენტები გაჩნდნენ, Sora-ს ისედაც Google-ის VO-ც მშვენივრად მუშაობს, Google-მა ამ კუთხითაც შეიძლება ითქვას 200 კონკურენტი მახსენდება მინიმუმ, აი რომ ჩაწეროთ AI ვიდეო გენერატორი, შეიძლება პირველ გვერდზე Sora ვერც იპოვოთ. იმდენია უკვე გამოჩენილი ამ ბაზარზე, ზოგი მართალია Sora-ს მოდელს იყენებს თავისი ინტერფეისისთვის, მაგრამ პირდაპირ Sora დიდად არავის არ ჭირდება. ნუ ერთი ფასი და მეორე აი ეს ნერვების მოშლელი watermark-ი, რომელიც იყო და არავის არ მოსწონდა და თან აქ ერთი ნიუანსი ის არის, რომ ვისაც ეს უნდა კომერციულად ან რეკლამებისთვის ან სიუჟეტებისთვის ან რაღაცის გასაფორმებლად ხა იქ რაღაც ლოგო დაახტოდეს, ცოტა არის და მიუღებენ. ფულს იხდიდი იმაშიც, მაგრამ ეს ცალკე პრობლემა იყო, რომ ფულს თუ გადაიხდიდი, შენ შეგეძლო deepfake-ის აწყვება იმ ადამიანის, რომელსაც deepfake-ის პრობლემასთან მიდიოდი. მოკლედ აი ვერსად ვერ ჩაჯდა. ვერანაირი სურათაც და სამართლებრივადაც, და სწორედ ის შედეგი მიიღო, რაც მიიღო, თუმცა აქ OpenAI-ისთვის ეს ამბავი არ თავდება. შეგვიძლია მოგვიყო ეხლა რა ხდება. აქ მთელი ამბავი რეალურად ის არის, რომ აი ამ პროექტში ინვესტიცია ჰქონდა ჩადებული Disney-ის. ჩვენ გვახსოვს, რომ მილიარდიანი გარიგება იყო, მასზეც ვისაუბრეთ ტექნოფორუმში, რა თქმა უნდა, მოკლედ Sora-ს მთელი ისტორია გვაქვს გაშვებული რაღაც. დაბადებიდან Disney-ისთან კონტრაქტის გაფორმებით გაგზელებული და უკვე რაღაც ნეკროლოგსაც კითხულობთ, აგერ აი ესე ხდება, ესე სწრაფად ვითარდება მოვლენები. მოკლედ Disney-ისთან პარტნიორობა რაც მოიცავდა, Disney-მ ჩადო მილიარდი $, ჩადო ოღონდ მართლა და აი ამითი მან მიიღო პირველ რიგში OpenAI-ში წილის გამოსყიდვის ფუნქცია და მასზე მეტად მათ აინტერესებდა Sora, რათა Disney-ს ქონოდა საშუალება, რომ თავისი მულტფილმების გასაფორმებლად გამოეყენებინათ Sora, ამავდროულად Sora-ს მისცეს წვდომა Disney-ის არქივზე, ინტელექტუალურ საკუთრებაზე და 100,000-ობით კადრზე, მულტფილმზე და სხვადასხვა ნამუშევარზე. ხა Disney-ის ყველაზე დიდი პორტფელი აქვს პლანეტაზე, ინტელექტუალური საკუთრების ოქროს საბადო აქვს სწორედ Disney-ის, მაგრამ იმიტომ რომ Sora დაიკეტა და ეს კონტრაქტი გაფორმებულია, უკვე Disney-ის აქვს
ყველანაირი უფლება იმისათვის რომ OpenAI-ის უჩივლოს და ალბათ მოუგოს კიდეც თან მოულოდნელად დაკეტა. ხო, თან მოულოდნელად რაღაც კონსულტაციები არ შემდგარა ამ თემაზე და არაფერი შეიძლება ბოლო-ბოლო Disney-ს ეთქვა რომ აი კი ბატონო დაკეტეთ სხვებისთვის, მაგრამ ჩვენ მაინც დაგვიტოვეთ წვდომა ამასთან. არა, მათ უბრალოდ დახურეს, shutdown-ის ღილაკს დააჭირეს. თითი აი ეს უკვე კონტრაქტის დარღვევას წარმოადგენს. ძალიან დიდი ალბათობით Disney-ის ინვესტორები მოითხოვენ რომ საჩივარი წავიდეს OpenAI-ის მიმართულებით და ეს გამართლებული იქნება, არ ვიცი ხა. მილიარდზეა საუბარი, ბოლო-ბოლო მილიარდის გამო, მილიარდიანი დავის გამო ჩვეულებრივი კომპანია როგორც წესი კოტრდება ხოლმე. OpenAI ალბათ ამასაც გადაიტანს და ჩაასხამენ ინვესტორები მასში ფულს, მაგრამ დობა შეიძლება ძალიან. ზოგადად OpenAI-ის მიმართ დობის საკითხი პენტაგონთან გარიგების დადების შემდეგ ეს ნდობა ისე გაქრა ერთ დღეში ყველანაირად მე პირადად ვიცი სტატისტიკა რომ დაახლოებით 100 მილიონმა მომხმარებელმა სვიჩინგი გააკეთა იმ დღეს როდესაც მათ ამ სიახლის შესახებ მიიღეს ინფორმაცია რადგანაც ეს იმას ნიშნავს რომ ესე იგი OpenAI თითქოს და არსცემს ადამიანის პირად მონაცემებს პატივს და ის შეიძლება არაეთიკურად იქნეს გამოყენებული არ მინდა გამომიდეს მაგრამ ფულისთვის ყველაფერზე შეიძლება წავა და ესე იგი რაღაცა ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დაწყება როგორც კარგია ბიზნესისთვის, ასევე ზიანიც არის გარკვეულწილად, რადგან პენტაგონთან თანამშრომლობა და თან ამ ChatGPT-ს ველაპარაკო ჩემს მენტალურ ჯანმრთელობაზე შეიძლება ერთად ერთწინადადებაში არ იყოს თლად მისაღები და ამიტომაც ხედავთ რომ მომხმარებლები უფრო რაღაც ქლოდზე გადავიდნენ, იმიტომ რომ ენთროპიკმა სწორედ აი ამ მოთხოვნის გამო უარი თქვა პენტაგონთან თანამშრომლობაზე და დაკარგა სწორედ კი გვახსოვს და ნუ ამიტომაც დაკარგა OpenAI-ი თანამშრომლები ამ შემთხვევაში რიგი თანამშრომლები და ასევე მომხმარებლები და აი ამ ყველაფრის ფონზე OpenAI საკმაოდ რთულ ვითარებაშია ის ტრილიონიანი კაპიტალიზაციაც უკვე მე მგონია რომ ცოტა ჰაერშია გამოკიდული შეიძლება უფრო დაპირებას გავდეს ვიდრე რეალობას რადგან ამ ტემპით ახლა თან წელს აპირებს IPO-ზე კი და როგორ ფული შონა საიდან აპირებენ ჯერაც არ ამბობენ არ ვიცი რა რის გამოშვებას აპირებდნენ თვითონ ეს იქნება მე მგონი ბუშტი აი შეიძლება თვითონ OpenAI ყოფილა თურმე თვითონ ეს აი გამოჩნდა როგორც იქნა დავასკვენეთ მოკლედ ესეთი ამბავია სორას ისტორია დასრულებულია მასზე მომდენო სიახლე ის იქნება რომ Disney-მ დაიწყო ამ საკითხთან დაკავშირებით ამაზე თანამდებობებით შეგვიძლია ვთქვათ რომ სიახლე აუცილებლად იქნება